გუშინ სოციალურ ქსელ YouTube-ში ზურაბ ჟვანიასა და რაულ უსუპოვის ცხადრების ამსახველ ფოტოკოლაჟის გავრცელების შემდეგ პროკურატურაში არ გამორიცხავენ, რომ განმეორებითი ექსპერტიზა ჩატარდეს. ექსპერტთა ნაწილი კი მიიჩნევს, რომ ფოტოებმა ის დეტალები გამოკვეთა, რომლებიც ექსპერტიზის ყურადღების მიღმა დარჩა. ვიდეო კადრების გავრცელებას დღეს ქვეყნის მასშტაბით სხვადასხვა პოლიტიკური წრეების წარმომადგენლები გამოეხმაურნენ. საკუთარი შეფასება გააკეთეს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიაშიც. აქ მიიჩნევენ, რომ ფორმა, რომლითაც ჟვანიასა და უსუპოვის ცხადრების ამსახველი ფოტომასალა სოციალურ ქსელებსა და ტელევიზიების საშუალებით გავრცელდა შემაშფოთებელია. ზურაბ ჟვანიას და რაულ უსუპოვის ცხადრების ამსახველი კადრების გავრცელებას მთავარი პროკურატურა სპეციალური ბრიფინგით გამოეხმაურა. უწყებაში მიიჩნევენ, რომ ქმედება გამოძიებისთვის ხელის შეშლას ისახავდა მიზნად. ვფიქრობთ, რომ აღნიშნული მასალის გამოქვეყნება ემსახურება ერთადერთ მიზანს, რომ ხელი შეეშალოს საქმეზე მიმდინარე გამოძიებას და დაგეგმილ საგამოძიებო მოქმედებებს. ვინაიდან ამ ეტაპზე აღნიშნული მასალების გამოქვეყნებამ შეიძლება დააზიანოს და გაართულოს საქმეზე მტკიცებულებების მოპოვება. ფოტომასალის გავრცელება მოვლენების განვითარებას დააჩქარებს, აცხადებს პრემიერ-მინისტრი. ირაკლი ღარიბაშვილი ირწმუნება, რომ პროკურატურა ინტენსიურად მუშაობს. წლების განმავლობაში საზოგადოებაში დამკვირვებული იყო აზრი, რომ ზურაბ ჟვანია მართლაც ძალიან ბუნდოვან გარემოებებში იქნა ნაპოვნი გარდაცვლილი. ამის თაობაზე სპეკულაციები გრძელდებოდა, კვლავაც გრძელდება. გამოძიება იცნობთ, რომ ინტენსიურად მიმდინარეობს და მას შემდეგ რაც უკვე გავრცელდა ეს კადრები, მე ვფიქრობ, რომ ძალიან ბევრი რამ დაჩქარდება. გავრცელებულ ფოტოკოლაჟს საპარლამენტო უმცირესობაშიც გამოეხმაურნენ. ლევან ბეჯაშვილი აცხადებს, რომ აღნიშნულ მასალაზე ხელი მხოლოდ სამართალდამცველებს მიუწვდებოდა. ძალიან სამწუხარო არის, რომ ბატონ ზურაბ ჟვანიას გადაცვალების საქმესთან დაკავშირებით ეს პოლიტიკური სპეკულაციები მაშინდელი უმცირესობის ოპოზიციის მხრიდან და დღევანდელი სახელმწიფო ძალის მხრიდან გრძელდებოდა და კვლავაც გრძელდება. ის ფოტოები, რომელიც გამოქვეყნდა ყველა მხარე აღნიშნავს, რომ ეს არის გამოძიების მასალები, შესაბამისად, სწორედ გამოძიების მხრიდან დაიდო ეს ფოტომასალა სოციალურ ქსელებში და ხდება საქართველოს საზოგადოებაზე მანიპულირება და ფსიქოლოგიური ზეწოლის განხორციელება სხვადასხვა მნიშვნელოვანი პრობლემების თუ თემების გადასაფარად. ექსპერტთა ნაწილი კი მიიჩნევს, რომ ფოტომასალამ უცნობი დეტალები გამოკვეთა. მაია ნიკოლეიშვილის თქმით, ექსპერტიზის დასკვნაში მხოლოდ ზურაბ ჟვანიას ტუჩზე აღმოჩენილი დაზიანებაა ნახსენები. ფოტოებზე კი სხვა სახის იარებით შეინიშნება. ნახე ფოტოებზე ის, რაც არ არის აღწერილი დასკვნაში. ეს არის ჩემთვის უმთავრესი. გარდა ტუჩის მიდამოს, ზურაბ ჟვანიას ტუჩის მიდამოს დაზიანებისა, არც ერთი სხვა, აი ეს უბანი, არის ეს დაზიანება, არის პათოლოგიური პროცესი, ამას მნიშვნელობა არ აქვს, რაც არ უნდა იყოს, ეს აღწერილი უნდა იყოს ამ დასკვნაში. ჟვანიასა და უსუპოვის საქმეზე ყოფილ მთავარ პროკურორს მურთაზ ზოდელავასაც კითხავენ, როგორც უწყებაში განაცხადეს, გარდაცვლილთა ფოტოები მის კაბინეტში საქმისაგან განცალკევებით ინახებოდა. ზოდელავას განმარტებით საქმის ნაწილი მისი დელიკატურობიდან გამომდინარე მთავარი პროკურორის სეიფში იყო დაცული. YouTube-ზე ფოტოკოლაჟი სახელწოდებით მკვლელი სააკაშვილი 19 მარტს გავრცელდა. ყოფილი პრემიერ-მინისტრი 2005 წლის 3 თებერვალს დაიღუპა. გარდაცვალების ოფიციალურ მიზეზად მაშინ გასათბობი მოწყობილობიდან ნახშირ ოჟანგის გაჟონვა დასახელდა.